თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეპესე კორტები უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით 30,000 ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით, მშენებლობა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე კომპანია შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ დამატებით ექსპერტიზის დასკვნას არ წარადგენს. ცნობისთვის თამარაშვილის ქუჩაზე ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა გასული კვირის ბოლოს ჩამოინგრა, როგორც სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია თიზი ჯგუფის დირექტორმა არჩილ ზაკუტაშვილმა BMG-ს განუცხადა, ბეტონის ჩასხმის დროს დგარი დაზიანდა, რამაც ყალიბის ნაწილის და დასხმული ფილის ჩამოშლა განაპირობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, შეპესე კორტებმა იპოდრომის მიმდებარე ეგრეთ წოდებული კორტების ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აუქციონში 2021 წელს გაიმარჯვა. საინვესტიციო შეთანხმებით ადგილზე სამუშაოები 2 წლის ვადაში 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც შეპესე კორტების წარმომადგენელი აცხადებდა, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო, ამიტომ ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს უნდა დასრულდეს. თბილისის შემდეგ ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა ბათუმშიც, ხარაჩოები ქუჩაში მიმავალ 2 მოქალაქეს დაეცა, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მერიის ინფორმაციით, გორგილაძის ქუჩაზე დაშავებულები მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებენ. ვინ არის პასუხისმგებელი შენობების ჩამონგრევასა და უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ამ თემაზე სასაუბროდ შრომის უსაფრთხოების კომპანია საფკოს თანადამფუძნებელი დავით ხელიძე გვერდდება პირდაპირ ხაზზე. დილამშვიდობის აბადონ დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ მონიტორინგის მიმართულებით რა მდგომარეობაა თბილისში, ძალიან ბევრი მიმდინარე სამშენებლო ობიექტი არსებობს, თუმცა როგორ ხდება მონიტორინგი, რამდენად აკმაყოფილებენ ეს შენობები უსაფრთხოების წესებს, აი ამ ნაწილში როგორ მუშაობს მუნიციპალური ინსპექცია? მოგესალმებით, თათია. ინტენსიურად მიმდინარეობს ბუნებრივია თვითონ შენობა ნაგებობების ინსპექტირება, თუმცა ესე ღრმა კონსტრუქციულ ნაწილში, ხარისხის ნაწილში, რამდენად გამართულია ეს და რამდენად ასე ვთქვათ, კვალიფიციური ჩასვლა არის შემოწმების კუთხით, მე ამ შემთხვევაში გამიჭირდება ზუსტად თქვა, თუმცა თვითონ კონსტრუქციული ნაწილის ასე ვთქვათ, შემოქმედნი ვინც არიან და შესაბამისად ის სამშენებლო მასალები, რასაც იყენებენ, ზუსტად იმის სერტიფიცირება და ხარისხი და კვალიფიკაცია უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამყარებული შესაბამის სერტიფიცირებებით და დოკუმენტებით, რაც მწარმოებლის მხრიდან არის გამოტანებული და მოყოლილი. ასე რომ ხარისხის კუთხით ეს ვფიქრობ, რომ ადვილი შესამოწმებელია თვითონ მასალების მდგრადობის თვალსაზრისით, ხოლო კონსტრუქციულ ნაწილში სჭირდება ძალიან ისეთი სკრუპულოზური შემოწმება, შესაბამისი სპეციალისტების ჩარევა და უკვე იქ გარკვევა ხარვეზი სად იყო გაპარული, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული. ანუ არასრული მონიტორინგი ხდება, უბრალოდ შემოწმება და არა დეტალებში ჩასვლა, რასაც შეიძლება პრობლემები და საფრთხეები არსებობდა ეს? არა, მე ვერ მოგახსენებ ზუსტად რა სიღრმეში ჩადის შემოწმება ასეთ შემთხვევაში. მე უბრალოდ მაგ წარმოდგენა, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ისეთი ფრთხილი შემოწმება, სადაც ხარისხი ცალკე მოწდება და კონსტრუქციული ნაწილი. ბუნებრივია, კონსტრუქციულ ნაწილს შესაბამისი ინსტანციები აძლევენ, ასე ვთქვათ, უნთებენ მწვანეშუქს შემოწმების შემდეგ და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით იქნება უფრო ისრები გადასატანი, რომ კონსტრუქციული ნაწილის და მდგრადობის შემოწმების კუთხით იქ იყოს კვალიფიციური დასკვნები და შესაბამისობები წარმოდგენილი. მონიტორინგის შემდეგ როგორია პოლიტიკა ზოგადად სახელმწიფოს, იგივე შრომის ინსპექციის თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რამდენად ხდება დაჯარიმება და უფრო მკაცრი სანქციების გატარება, თუ ეს უფრო შემოიფარგლება ხოლმე ძირითად შემთხვევაში გაფრთხილებებით, რასაც შეიძლება მივყავართ იმ შედეგებამდე, რაც გვაქვს ხოლმე თბილისში და არა მხოლოდ აქ? ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ინსპექცია, ისევე როგორც თქვა შრომის ინსპექცია, შესაბამისი მითითებების მერე თუ არ მოხდა რეაგირება, მყისიერად ხდება დაჯარიმება, ბუნებრივია. და ეს არის პრაქტიკაში ძალიან ხშირი. მუნიციპალური ინსპექციის კუთხით მათ უფრო სხვა სამოძრაო არეალი აქვს, ხოლო შრომის ინსპექციას თავისი სამოქმედო, ასე ვთქვათ, არეალი აქვს და ცოტა გამიჯნულია მათი მიმართულებები, მაგრამ ორივე ინსტანციის მხრიდან ხდება შესაბამისი დაჯარიმებები, შესაბამისი მითითებების გაცემა და საკმაოდ ინტენსიურად. ეს ჩვენ პრაქტიკაში რაც ხდება.
ასეთ შემთხვევაში, ასეთი შემთხვევების დროს ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე, როგორ ფიქრობთ და ამის პრევენცია როგორ შეიძლება მოხდეს? თქვენ ახსენეთ ბათუმში მომხდარი ინციდენტის თაობაზე. ეს არ იყო პირველი. ბათუმში ჩვენ ჩარჩენაც ჰქონდა სამწუხაროდ ის ფატალურად დამთავრდა. და იცით როგორ არის ეს ბუნებრივი კატაკლიზმები საბედნიეროდ პროგნოზირებადია. ჩვენ შეგვიძლია პროგნოზირება გავაკეთოთ წინასწარ ამ კატაკლიზმის. ხო ეს ქარიშხალი იქნება, შტორმი იქნება, წყალდიდობა იქნება თუ თქვა პირობითად მიწისძვრა იქნება. ამიტომ აი ესეთ სენსიტიურ ადგილებში რისკის შეფასება, როდესაც კეთდება, იქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ წინასწარ ქონდეს ინფორმაცია, თქვა მოსალოდნენ ქარიშხალზე იქნება თუ ძლიერ ქარზე იქნება, შტორმზე იქნება და ამის საპირწონედ საპასუხოდ ჩვენ შესაბამისი კონტროლის ზომებს მივმართოთ. თუმცა ეს ბუნებრივი კატაკლიზმია და მოითხოვს ძალიან ისეთ ყურადღებას, ეს სოფლიო პრობლემა, ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა. ხარაშოსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ ის სანამ ექსპლუატაციაში ჩაეშვება, აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული კომპეტენტური პირის მიერ და შესაბამისი შემოწმების აქტი დადებული. ასეთი საშუალება ქვეყანაში გვაქვს, ჩვენ ხარაშოს ინსპექტორები არსებობენ თან საერთაშორისო სერტიფიცირებით და მათ შეუძლიათ ესე თუ ის ხარაშო შეამოწმონ სანამ ექსპლუატაციაში ჩაეშვება და დადონ შესაბამისი დასკვნა. ამ დასკვნაში წერია, ასე ვთქვათ, შაბლონად წერია, პირდაპირ წერია, რომ აუცილებლად გაითვალისწინეთ წარმოებლის მიერ მითითებული, ასე ვთქვათ, რჩევები, რომელიც გვეუბნება ის პირობითად უნდა იყოს დაანკერებული, რამდენი ანკერზე, როგორ უნდა იყოს გამაგრებული, გარები სად უნდა იყოს, რამდენი იყოს და ასე და ასე შემდეგ. პარამეტრები, რომელიც უნდა იყოს კაცრად დაცული. არა მარტო ხარაჩო იქ ხობდია. ხო, აი რა ვისწავლეთ ამ ასეთი შემთხვევების შედეგად თქვენც ახსენეთ ფატალური შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ჰქონდა წლების განმავლობაში თბილისშიც და ბათუმშიც, რა სწავლოს ბიზნესი და რას ვაუმჯობესებთ იგივე რეგლამენტის კანონმდებლობის დონეზე და მერე მონიტორინგში და რეალობაში ეს ყველაფერი როგორ მუშაობს? ჩემი და ჩემი კოლეგების აზრი ასეთია, რამოდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემა, გამოწვევა. პირველი ეს არის ცნობადობა თვითონ ბიზნესის წრეებში, დამკვეთებში. მეორე ეს არის კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების. მესამე პრობლემა არის კომუნიკაცია შრომის ინსპექციას, ბიზნესსა და შრომის უსაფრთხოების პერსონალს შორის და მე ვფიქრობ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ისეთი რთული გამოწვევა არის ამ შემთხვევაში თვითონ სამშენებლო სექტორის ან ინფრასტრუქტურული პროექტების პერსონალის, აი საქმის წარმოებლები, მენეჯერები, ლიდერები და ასე შემდეგ, მათი კვალიფიცირება, სერტიფიცირება შრომის უსაფრთხოების მხრით, როგორც სხვა ქვეყნებშია. არც ერთი ეს პოზიციის ადამიანი არ მუშაობს, ასე ვთქვათ, სამშენებლო მოედნებზე, სანამ არ გაივლის სპეციალურ კურსს შრომის უსაფრთხოების შესახებ და არ აიღებს სპეციალურ საშვი დავარქვათ, შეიძლება სერტიფიცირება არ დავარქვათ, საშვი დავარქვათ, რომ მათ აქვთ უფლება იმუშაონ ამ პროექტებზე. იმიტომ რომ ისინი არ არიან ჩართულები პროცესებში, აბსოლუტურად გაუცხოვება ხდება შრომის უსაფრთხოების პერსონალსა და ამ პერსონალს შორის, თუნდაც ინჟინრული პერსონალი, საქმის წარმოებლები, თიმ ლიდერები და ასე შემდეგ. და მათი გაუცხოვების აი ამ პირობებში ძალიან სუსტდება თვითონ ბერკეტი, რასაც შრომის უსაფრთხოების პერსონალი იყენებს. ანუ კონტროლები აღსრულების თვალსაზრისით ძალიან სუსტია. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია ესე, თუნდაც შტატებში, თუნდაც დიდ ბრიტანეთში, ბევრ ევროპულ ქვეყანაში. არც ერთი პრარაბი, არც ერთი საქმის წარმოებელი და მენეჯერი ვერ იმუშავებს სამშენებლო მოედანზე თუ შესაბამისი კურსი არაა გავლილი შრომის უსაფრთხოებაში, რადგან მან იცოდეს რა დოზით უნდა ჩაერთოს პროცესებში და აღსრულების პროცესებში რა არის მისი როლი და ფუნქცია. ამის გარეშე ძალიან გართულდება, რაც არ უნდა ჩვენ კანონმდებლობის მიმართულებით გავაკეთოთ აპელირება და რაც ბევრი მოთხოვნები ჩავდოთ, თუ არ იქნა კვალიფიციური დამოკიდებულება და შესაბამისი რესურსი ჩართული ამაში, სხვადასხვა პროფილის მიმართულებით ძალიან გართულდება ამის აღსრულება. ძალიან რთული იქნება. თქვენი კომპანიის მაგალითზე რის თქმა შეგიძლიათ, რამდენად ექცევა ყურადღება ბიზნესი, რამდენად დაინტერესებულია, რომ ეს ყველაფერი იყოს გამართული?
ჩვენი კომპანიის მაგალითზე რო ავიღეთ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებს ვემსახურებით და შეიმჩნევა წლიდან წლამდე გაუმჯობესება. ამის არაღიარება არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა შეიმჩნევა, მაგრამ ბიზნეს მაინც სულ აქვს თავისი სუბიექტური შეხედულებები და სუმის ფინანსური ხარჯებისკენ. არადა თუ კვალიფიციურად დაუმტკიცებთ და დაუსაბუთებთ ბიზნესს, ის უკან არ იხევს. არც ერთ შემთხვევაში მე ჩემ პრაქტიკაში არ მინახია, რომ მე რაციონალურად პრაქტიკული გონივრული გადაწყვეტილება მას შევთავაზო და მან უკან დაიხია. უბრალოდ ამას სჭირდება იმ გარემოცვის ჩართვა, რა გარემოცვაშიც პროექტები სრულდება, აი რას ვახსენე ის პოზიციები. თორე ამ ხრივ ბიზნესი არ არის ბოლომდე ინდიფერენტული, თუმცა ჭირდება მას ბუნებრივია მეტი ცნობადობა აუცილებლად ჭირდება. რა უნდა გავაკეთოთ ბოლოსკენ რო წავიდეთ, რა არის საჭირო დღეს იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, როგორც სახელმწიფო ნაწილში კანონმდებლობის კუთხით, ისე ბიზნესის თვალსაზრისით, არ ვიცი, მედიას ვის რა როლი აქვს და თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზას. მესმის, რომ გაიზარდა რაოდენობა იმ ბიზნესების, ვინც მოგმართავთ, თუმცა მეორეს მხრივ შევხედოთ, უძრავი ქონების სექტორი იმდენად იზრდება და იმდენად ბევრი კომპანია ჩნდება, რომ მასთან კორელაციაში ალბათ მზარდი და არა ზოგადად ბაზარზე ვითარება და აი ამ რეალობის გაუმჯობესებისთვის და რეალურად პრობლემების გადაჭრისთვის რა ერთობლივი ღონისძიებების და ნაბიჯების და გადადგმა საჭირო. ხო, ასე რიტორიკულად რო ვთქვა, ახლა შრომის კულტურაზე ვსაუბრობ და სულ უსაფრთხოებას დავანებოთ თავი, შრომის კულტურაზეა საუბარი, სამწუხაროდ ჩვენთან დაბალ დონეზეა შრომის კულტურა. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის კარგი კომუნიკაცია, რაც ვახსენეთ. ეხლა ეს არის მოქნილი კომუნიკაცია სახელმწიფოს, ანუ შრომის ინსპექცია იქნება, მუნიციპალური ინსპექცია იქნება. ამათი ასე ჩართულობა შრომის უსაფრთხოების პერსონალთან და ბიზნესთან ეს კარგი კომუნიკაცია უნდა იყოს. ეს რას გულისხმობს? აქ შესაძლებელია კანონმდებლობაში იყოს რაღაც ბუნდოვანება ჩვენთვის და ეს ძალიან კარგად უნდა იყოს ახსნილი, რადგან პრაქტიკას ვაყალიბებთ ჩვენ სპეციალისტები და მიდგომებს ვაყალიბებთ ჩვენ სპეციალისტები. შესაბამისად ამას ბიზნესი უნდა უსმენდეს, თავად სახელმწიფო უნდა უსმენდეს და სპეციალისტები უნდა იყვნენ ბოლომდე ჩართული. ალბათ კიდევ აღსანიშნავია საკითხი სასწავლო პროგრამები, რომლებიც ამზადებს შრომის უსაფრთხოების პერსონალს, ერთ-ერთი ბიზნეს სუბიექტი ჩვენც ვართ, ამზადებთ პერსონალს. ფიქრობ, რომ მაინც მასალები, სასწავლო მასალები გადასახედია, გასაუმჯობესებელია და უფრო მოქნილი უნდა გახდეს, რადგან სპეციალისტები უფრო, ასე ვთქვათ, კვალიფიციურები შემოვიდნენ ბაზარზე და მარტივად ადაპტირდნენ ბაზართან. და მესამე საკითხი, რომელიც წეგან ვახსენე, ეს არის უმნიშვნელოვანესი რა, ეს არის სერტიფიცირება მინიმუმ საშვის დონეზე მაინც, რომ სამშენებლო პროექტებში, ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ძიმე მრეწველობაში მომუშავე, რა ქვია, ისეთმა პოზიციებმა, მენეჯერულმა პოზიციებმა გაიარონ შრომის უსაფრთხოების სპეციალური კურსი, ეს სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს, ლეგალურ დონეზე უნდა იყოს და უნდა მიენიჭოთ მათ უფლება, რომ იმუშაონ ასეთ ობიექტებზე. სხვა კუთხით მარტო დატოვებული შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელი, რომელიც აბსოლუტურად შიშველია, ბერკეტების გარეშეა, ძალიან რთულია, რომ მივიღოთ შედეგი. თუმცა აი რაც ვახსენე, სამი პრობლემა, სამი გამოწვევა არის უმთავრესი. დიდი მადლობა ბატონ დავით თქვენი დროისთვის. დავით ხელიძე, საფკოს თანადამფუძნებელი, გვერდდებოდა საქმიანი დილის პირდაპირ ეთერში.